დღეს განახებთ ჩემს ტარანტულებს, გაიცანით Golden Chaco, Brazilian Black-ი და Togo Starburst-ი, რომლითაც ყველა ძალიან მეშინია. ეს ობობები გამოგვიგზავნა Glimstorm-მა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი სახის ტარანტულები, მორიელები, ჩოქელები, ლოკოკინები, კრაბები, იზოპოდები და ასე შემდეგ. ასევე აპირებენ სხვადასხვა ქვეწარმავლის ჩამოყვანას და ახლა განახებთ როგორ ვუვლი ჩემს ტარანტულებს. დაახლოებით 1 თვის არიან, საჭმელად ვიყენებ ფეტვის ჭიებს, შეგიძლიათ ფეტვის ჭიები გაყინოთ მაცივარში და დაახლოებით ესეთი პატარები როცა არიან ტარანტულები, ვაჭმევ 3-4 დღეში ერთხელ. Glimstorm-ში უმეტესობა სახეობა არის უსაფრთხო და შეგიძლიათ დამწყებებმა მისწეროთ დაგაკვალიანებენ ყველაფერზე და ხალხს რო აქვს სრულ წარმოდგენა რომ ობობის შხამი არის მომაკვდინებელი, ეგ ძალიან იშვიათად, მაგრამ ასევე გამოცდილებმა შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო საშიში ობობებიც. 1%-ია შანსი ალბათ რომ გიკბინოს და ეგეც თუ გიკბინა, საშიში მართლა არაფერია. ჩათვალეთ ფუტკრის ნაკბენის ტოლფასია. ამიტომ სიცოცხლისთვის ძირითადად არ არის სახიფათო ობობის ნაკბენი. ნუ რა თქმა უნდა, ბევრ ფაქტორს გააჩნია. პირველ რიგში თავს ვაჭრი, იმედია TikTok-ი არ დაგბლოკავს ამაზე. და რადგან ესეთი პატარები არიან, ნახევარ-ნახევარი უნდა ჩაუგდო. მოდი პირველ რიგში ჩაუგდებ Togo Starburst-ს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ობობა, დამწყებისთვის ნახდათ არ არის რეკომენდირებული. და ასევე 3-4 დღეში ერთხელ სჭირდებათ რომ მიწა დაუნამოთ. აი მართლა უსწრაფესი ობობაა და მხოლოდ დიდობაში დინჯდება, ესე ვთქვათ და შხამი მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახეობებზე უფრო ძლიერი აქვს, მაინც ჯანმრთელობისთვის არ არის სახიფათო. ეს არის უკვე Brazilian Black-ი. Togos უყვარს მიწაში ჩაძრომა და იქ იმალება ხოლმე. და აი ნახით რა მაგარი პროცესია, კანიც გამოუცვლია უკვე, ეს არის კანი, შეგიძლიათ საკოლექციოდ შეინახოთ ხოლმე. ეს არის დამწყებისთვის იდეალური ობობა, რადგან ძალიან მშვიდია, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი სახეობაა და დაახლოებით 25 წელზე დიდხანსაც ცოცხლობენ ხოლმე. ზოგადად მდედრები, ვაიმე, გული გამისკდა. ზოგადად მდედრები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამრები რა. და მოვიდა ჩვენი დიდი ტარანტულის ჩაკოს ჭერი. ჩაკო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტარანტულა ისდება, დაახლოებით მდედრები 20-25 სანტიმეტრამდე აღწევენ და ცოცხლობენ 15-20 წლის განმავლობაში. მოდი ჩვენ ბიჭსაც თუ გოგოს დაუნამოთ, ჯერ არ ვიცით რა სქესის არის, რომ მისდებიან, შემდეგ უფრო გამოავლენენ თავის სქესს. ზოგადად ჩაკო არის მიწის ტარანტული და ძალიან იშვიათია მიწის ტარანტულები, რო ძრებიან ხოლმე აი ესე რა. ნახე რა სწრაფია, გაქცევა როგორ უნდა ამას. ზოგისთვის შეიძლება სადისტობაა, მაგრამ ესაა ბუნების კანონი რა. მოდი ესეც ჩაუგდოთ. აუ ნახით რა მხილა არის და ულამაზესია, ძალიან ლამაზია. ფოტოებსაც ნახავდით ამოვანათებ როგორები იზრდებიან. მოკლედ შესაძლოა მისწერეთ Glimstorm-ს Instagram-ზე, ყველაფერს გასწავლიან და გაკვალიანებენ, როგორ მოუვაროთ, როგორ აჭამოთ, რა სჭირდება და აბსოლუტურად ყველაფერს დაგეხმარებიან. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი Glimstorm-ს ამ ულამაზესი ტარანტულებისთვის. ძალიან მალე იზრდებიან და თანდათან პროცესებს შემოგთავაზებთ, რომ გაიზრდებიან. უფრო დიდ ტერარიუმში ვაპირებ გადაყვანას. ამიტომ კიდევ ველოდეთ ტარანტულების ვიდეოებს. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა